ევრობასკეტ 2025-თვის მზადება გრძელდება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 13 კალათბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა 12 კაციანი შემადგენლობა 27 აგვისტომდე უნდა დაასახელოს, ხოლო ნაკრები ტურნირზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს თბილისის დროით 4 საათზე ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ესპანეთთან გამართავს. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების გარდა C ჯგუფში მასპინძელი კვიპროსის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა, იტალიის, ასევე საბერძნეთის ნაკრებები ითამაშებენ. პირველი ვარჯიში გავმართეთ ლიმასოლში, რა თქმა უნდა, განწყობა საბრძოლოა, უკვე აქ ვართ, გამოვიარეთ რთული გზა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ამ ამხანაგურებები თამაშებიდან, ძალიან ბევრი პოზიტივი ავიღეთ და ძალიან ბევრი ნეგატივიც. რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც წარუმატებლად ჩავატარეთ ამ ამხანაგურები თამაშები, მაგრამ ვფიქრობ ამ მომენტისთვის შეძლებს დაგვარდათ მზად ვართ, ძალიან სერიოზული ტრამვები არავის არ აწუხებს. თორნიკე შენგელია შემოგვიართა და დღითი დღე უმატებს ნელ-ნელა და ვნახოთ როგორ წარიმართება მისი მდგომარეობა. გუნდში კარგი განწყობა. შემისავდით ძალიან კაი შეკრება გავიარეთ. პრობლემა ის იყო, რომ თელმა შემადგენლობამ ვერ ვითამაშეთ ეს ამხანაგური თამაშები. და აგერ უკვე ჩამოვიდით კვიპროსში ვარ, თელი შემადგენლობი ვარ და ღმერთის წყალობით ამ თამაშებში წარმატებას მივაღწევთ და რაც გვაქვს მიზნად დასახული, ჯგუფიდან გავალთ.